წყალი. ესე იგი, წყალი არის მისტიური სტიქია ძალიან, ხო? ეს არის რა მორიელი თევზები, კირჩხიბი. ძალიან ძლიერი ინტუიცია აქვს და ბევრი ეზოთერიკოსი არის ხოთაშორის წყლის სტიქიის, ხო? აი, მორიელებს განსაკუთრებით აქვთ ეგ, კი. ინტუიცია, წინადგრძნობა აქვთ ძალიან ძლიერი. თევზებს და მორიელებს კიდევ უფრო განსაკუთრებით აქვთ ეგ ხოთაშორის. ხა კირჩხიბებსაც აქვთ, მაგრამ კირჩხიბი ყველაზე უფრო დამიწებულია კიდე ამ ნიშნებიდან, ну, თუ შევადარებთ ამ ორ ნიშანს. რომ განვიხილოთ ახლა კირჩხიბს კარგად გამოსდის, აი რესტორატორია კარგი, კულინარია კარგი, ანუ აი სახლის საქმეები კარგად გამოსდის, შეიძლება იყოს ბავშვის ფსიქოლოგი, შეიძლება იყოს პედიატრი დავუშვათ, ხო ან ოჯახის ფსიქოლოგი დავუშვათ, ხო აი ოჯახურ საკითხებს სკოლების ფსიქოლოგი შეიძლება იყოს კარგი და სხვა შორის უძრავი ქონების ბიზნესშიც საკმაოდ დიდი წარმატება აქვთ. ანუ ბევრი პროფესია, ბევრი პროფესია კი და ხელოვნებაც, იმიტომ რომ აი ხელოვნება აი სამივე ნიშანს შეეფერება, აი ეს მომღერლებიც არიან, აი მორიელები და უშუალოდ თევზები, კირჩხიბები, ანუ ეს არის შემოქმედებითი ნიშნები და რა თქმა უნდა ინტუიციიდან გამომდინარე შეუძლიათ რომ ეზოთერიკის სფეროშიც წავიდნენ. ანუ ეს თანდაყოლილი აქვს, ანუ ამას ვერ შეიძენ ხელოვნურად, ეს არის ან გაქვს ან არა. ეხლა თევზებზე რომ ვთქვათ, ეს არის ყველაზე რთული ნიშანი ალბათ პროფესიის მხრივ, იმიტომ რომ მრავალმხრივია, ანუ ბევრი პროფესია შეიძლება გქონდეს. ყველაზე მეტად მაინტერესებდა თან ველოდებოდი. ბევრი პროფესია ნამდვილად თევზებისთვის, იმიტომ რომ საკმაოდ ინტერესიანია. არ უყვარს რაღაცა მაინც ერთ სფეროში ჩაკეტო, ამიტომ ეხლა მეც ბევრ სფეროში ვარ ხოთაშორის. ხო, მაგრამ თევზები ხარ? კი, თევზები. იცი რატომ უყვარს ბევრ სფეროში, რომ ბევრი შეუძლია. ბევრი შეგვიძლია და ბევრი ინტერესი და ტალანტები გვაქვს. რა თქმა უნდა. მაგრამ აი ნახე ბექუსაც აქვს აი რაღაცა ეზოთერიკული რაღაც წინადგრძნობა. მე შესწავლილი მაქვს და იმიტომ ალბათ. ეს არის ინტუიცია. აი თევზები არის ძალიან ძლიერი ფსიქოლოგი, ანუ არ ჭირდება დიპლომი, რომ ფსიქოლოგი იყოს, კარგად ესმის ადამიანების ხოთაშორის ინტუიცია ძლიერი აქვს. შემოქმედებითი სფეროები, ხელოვნება შეიძლება აქვს. კიდევ არ ვიცი, ბიზნესშიც საკმაოდ წარმატებულები არიან, დიზაინში, ანუ ძალიან მრავალმხრივი სპექტრი აქვს გამოვლინების ამ ნიშანს. მორიელი ახლა არის როგორი? მორიელი, აი, კარგი დეტექტივები არიან და მედიცინის სფეროში, აი, ქირურგია კარგად გამოსდით, ქირურგია, ხო? აი, სადაც გამძლეობა, ცივი გონება გჭირდება, კარგი ანალიტიკოსები არიან. სხვა შორის ფინანსისტობად შეუძლიათ, რომ აი, რაღაც თავისი სფერო გქონდეთ. აი, ან პროდიუსერები გამოვიდნენ დაუშვათ, ხო? ან აი, ხელოვნების სფეროში, ანუ კარგი წარმოსახვის და გამომგონებლური უნარები აქვს კიდე მორიელს. ჩვენ ვიცნობთ არაჩვეულებრივ პროდიუსერ მორიელს. ნამდვილად აი აქ არის, აი გუშიც არის, ყურშიც არის ყველგან არის. გაკონტროლება სადაც არის ქირურგიაც კარგად ესმის. კი, ნამდვილად. კი და ფსიქოლოგიც საკმაოდ კარგია მორიელი. კი.